დირექტორი გარიცხვით გემუქრებათ, დამშვიდდით. თუ მე-9 კლასის ჩათვლით ხართ, კანონი სრულად თქვენს მხარესაა. ნახეთ, რა წარმოუდგენელი ჯავშანი გაქვთ უაღლესი კანონმდებლობით და რატომ არის სკოლიდან გარიცხვის მუქარა უბრალოდ მითი. დღეს ჩვენ პირდაპირ კანონმდებლობას, კონკრეტულად კი საკანონმდებლო მაცნეს მონაცემებს დავეყრდნობით და ერთად გავარკვევთ, რომ სკოლის კედლებში თქვენი უფლებები გაცილებით უფრო დაცულია, ვიდრე ეს ვინმეს სურს რომ გჯეროდეთ. მოდით პირდაპირ ვთქვათ, ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ნაცნობი და სტრესული სცენარია. წარმოიდგინეთ, მოსწავლემ რაღაც დააშავა, დირექტორი იბარებს კაბინეტში, მაგიდაზე მუშტს ურწყავს და ეუბნება, რომ ხვალვე გაატანს საბუთებს. პანიკა, ნერვიულობა, შეშინებული მშობლები. მაგრამ იცით რა, უმეტეს შემთხვევაში ეს მხოლოდ და მხოლოდ ფსიქოლოგიური ზეწოლაა. ახლა მე მოგცემთ იმ ძლავრ იურიდიულ იარაღს, რომელიც ამ შიშს ერთხელ და სამუდამოდ გაგიქრობთ. აი ეს ნამდვილი იურიდიული ბომბაც. მკაფიოდ მინდა დაიმახსოვროთ ზოგადი განათლების შესახებ კანონი. ამ კანონის მე-19 მუხლში შავით თეთრზე წერია. დაუშვებელია დაწყებით და საბაზო საფეხურებზე მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა. რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში? პირველიდან მე-9 კლასის ჩათვლით გარიცხვა უბრალოდ შეუძლებელია. ეს კანონის იმპერატიული მოთხოვნაა. ანუ არ არსებობს არანაირი მაგრამ და არანაირი გამონაკლისი. და აქ ჩნდება ლოგიკური კითხვა, რატომ გაშინებენ მაინც? თუ კანონი ასე ცალსახაა, რატომ გეუბნებათ სკოლის ადმინისტრაცია, რომ გაგრიცხავთ? პასუხი ძალიან მარტივი და ცოტა სამწუხაროა. იმიტომ, რომ ბევრმა უბრალოდ არ იცის თავისი უფლებები. ადმინისტრაციის მუქარა მხოლოდ ამ საინფორმაციო ვაკუუმის ხარჯზე მუშაობს. ჩვენი მიზანი კი ზუსტად ის არის, რომ სკოლის დაშინების ტაქტიკას რეალური ხელშესახები კანონი დაუპირისპიროთ. სანამ უშუალო დეტალებზე გადავავთ, ერთი ტერმინი უნდა განმარტოთ. რა არის დისციპლინური დევნა? კანონი ამბობს, რომ ნებისმიერი სასჯელი უნდა იყოს გონივრული, დასაბუთებული და რაც მთავარია, თანაზომადი. და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. სასტიკად აკრძალულია მოსწავლის აკადემიური შეფასების, ანუ ნიშნების დაკავშირება მის დისციპლინასთან. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ბავშვი გაკვეთილზე ცუდად იქცევა, მას მათემატიკაში ნიშანს უბრალოდ ვერ დააკლებენ. მორჩა და გათავდა. ახლა კი დაუბრუნდეთ ჩვენს მე-19 მუხლს, რომელსაც თამამად შეგვიძლია უწოდოთ მოსწავლის ჯავშანი. რადგან გარიცხვა აკრძალულია, სკოლები ხშირად ალტერნატიულ სასჯელებს მიმართავენ, მაგრამ აქაც ძალიან საინტერესო საზღვრები არსებობს, რომელთა გადაკვეთის უფლებაც სკოლას არ აქვს. აი, აქ გვაქვს ნამდვილი პლოტ ტვისტი. ხშირად სკოლები სასჯელის მიზნით ბავშვებს ეზოს დაგვას ან რაიმე ფიზიკურ შრომას აიძულებენ. დაიმახსოვრეთ, თუ სკოლა გაიძულებთ ასეთ საქმიანობას თქვენი თანხმობის გარეშე, ეს უფლებამოსილების გადამეტებაა. გარიცხვის ნაცვლად, დიახ, შეიძლება დაგაკისრონ ეგრეთ წოდებული სასარგებლო შრომა, მაგრამ აქ ერთი დიდი ხაფანგია სკოლისთვის და ეს თქვენს სასარგებლოდ მუშაობს. ეს ხაფანგი კი იმაში მდგომარეობს, რომ სასარგებლო საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ და მხოლოდ მშობლის წინასწარი წერილობითი თანხმობით. და ეგეც არ არის ყველაფერი. დროის ლიმიტები უმკაცრესია. დაწყებით კლასებში მაქსიმუმ 1 საათი დღეში, საბაზოში კი 2. სკოლამ ზუსტად უნდა გაწეროს, რას გააკეთებს ბავშვი და ვინ მიხედავს მას ამ პროცესში. ანუ თვითნებურად ცოცხს ვერავინ მოგაჩეჩებთ ხელში. გადავიდეთ შემდეგ არანაკლებ შოკის მომგვრელ უფლებაზე. როცა საქმის გარჩევა მიდის და დირექტორი განერვიულებული გკითხავთ. იცოდით, რომ დუმილის უფლება გაქვთ? დიახ, ზუსტად ისე როგორც ჰოლივუდის ფილმებში. კანონი გეუბნებათ, რომ გაქვთ სრული უფლება უბრალოდ არ უპასუხოთ. ეს არ ნიშნავს, რომ პასუხისგებლობას გაექცევით, მაგრამ სტრესულ სიტუაციაში გიცავთ, რომ საკუთარი თავის საწინააღმდეგოდ არაფერი წამოგცეთ. პროცესს კი, რა თქმა უნდა, თქვენი მშობელი უნდა დაესწროს. მსგავს სიტუაციებში სცენაზე ხშირად გამოდის კიდევ ერთი ფიგურა – მანდატური. მოდით ნათლად ვთქვათ, მანდატური სამსახური უსაფრთხოებისთვისა შექმნილი, მაგრამ მათი ძალაუფლება აბსოლუტური არ არის. მანდატურს აქვს ძალიან შეზღუდული, მკაცრად გაწერილი უფლებამოსილებები. მათ არ შეუძლიათ იმოქმედონ ისე, როგორც მოესურვებათ. მოდით კონკრეტულ და ძალიან გავრცელებულ მაგალითზე ვნახოთ, რისი უფლება აქვთ და რისი არა. ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე თემა ჩხრეკა, ანუ იურიდიული ენით უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერებაა. აქ მოქმედებს რკინის წესები. პირველი, ამის უფლება აქვს მხოლოდ იმავე სქესის მანდატურს. მეორე, ოთახში აუცილებლად უნდა იყოს სკოლის სხვა თანამშრომელიც. და მესამე, ყველაზე მთავარი, კოლექტიური დათვალიერება, ანუ მთელი კლასის რიგში ჩაყენება და გაჩხრეკა სასტიკად აკრძალულია. და რა თქმა უნდა, მშობელს დაუყოვნებლივ უნდა დაურეკონ. არის შემთხვევები, როცა სიტუაცია უკიდურესად იძაბება და სკოლა მიმართავს მოსწავლის განცალკევებას. მაგრამ ყურადღებით მომისმინეთ, ეს არ არის სასჯელი. ეს არის ექსტრემალური ზომა მხოლოდ უსაფრთხოებისთვის.
ბავშვის საათობით უმიზეზოდ სადღაც ოთახში გამოკეტვა არის კანონის უხეში დარღვევა. განცალკევება გრძელდება მხოლოდ და მხოლოდ იქამდე, სანამ სკოლაში მოსწავლის მშობელი არ მოვა. და აი მოვედით მშობლობამდე. მშობლებო, ეს ინფორმაცია თქვენთვისაა. კანონი გაძლევთ ფაქტობრივად აბსოლუტურ ძალაუფლებას ამ პროცესში. თქვენ გაქვთ უფლება იცოდეთ ყველაფერი, დაესწროთ ნებისმიერ დისციპლინურ განხილვას და მონაწილეობა მიიღოთ გადაწყვეტილების მიღებაში. სკოლა უბრალოდ ვერანაირ განაჩენს ვერ გამოუტანს ბავშვს თქვენ ზურგს უკან. თქვენი ხმა აქ გადამყვეტია. მაგრამ რა ხდება მაშინ, თუ სკოლამ ან მანდატურმა მაინც გადააბიჯა ამ წესებს? აქ ერთვება თქვენი მთავარი იარაღი, კანონის მე-12 მუხლი. ეს არის გასაჩივრების უფლება. თქვენ შეგიძლიათ გაასაჩივროთ ნებისმიერი უკანონო ქმედება და მიყენებული ზიანის ანაზღაურებაც კი მოითხოვოთ. იცოდით, რომ ყველა სკოლა იურიდიულად ვალდებულია ჰქონდეს საჩივრების დამოუკიდებელი განხილვის მექანიზმი? დიახ, თქვენ სრულიად დაცული ხართ. მოკლედ, როგორც ხედავთ, ბავშვის უფლებების სკოლის კართან არ სრულდება. თუ თქვენ შვილს ოქმებს უწერენ, გარიცხვით აშანტაჟებენ, ან უსამართლოდ ეპყრობიან, ნუ მოითმენთ. აუცილებლად მომწერეთ პირადში. შეინახეთ ეს ვიდეო, ის ნამდვილად ყველა მშობელს გამოადგება. და მოდით, კომენტარებში პირველმა დაწერეთ თქვენს შვილს თუ დამუქრებიან ოდესმე გარიცხვით, ველოდებით თქვენს ისტორიებს. შევხვდებით შემდეგ განხილვაში.